თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს თქვენ ახლა ზუსტად ამ სახელწოდებით ხედავთ ბანერს და აქვე არის გამოსახული ადამიანების ფოტოები, რომლებიც რეჟიმა დააკავა და რომლებიც ძალადობრივად დააკავეს ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცველებმა და ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში. აქ არიან შეკრებილები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, რომელთა პოზიციასაც ჩვენ ასაკურველია მოვისმენთ, თუმცა უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აქ შეკრებილი ადამიანების მთავარი მიზანი სწორედ ის არის, რომ დასრულდეს ქართული ოცნების პრორუსული და ძალადობრივი რეჟიმი და რასაკვირველია ამასთანავე გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში. მე ახლა მოგესმენიათ პარტიის წარმომადგენლების კომენტარებს ამ წუთებში ლაშა ფარლავა აკეთებს კომენტარს და რასაკვირველია ამის შემდეგ ჩვენ შემოგთავაზებთ მის კომენტარსაც, თუმცა ლანა გალდავას გავესაუბრები მანამდე. გამარჯობა, პირველ რიგში გკითხავთ იმასთან დაკავშირებით, რომ უკვე ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით ძალადობრივი ხასიათი მიიღო ქართული ოცნების რეჟიმმა არაერთი მოწოდების მიუხედავად არ თავისუფლებიან პოლიტიკური პატიმრები. გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი გამოიღებს შედეგს და როგორ იქნება თქვენი ბრძოლის მეთოდები? ჩვენ არ გავიღებთ ბრძოლით, მოვედით დღეს, რომ მხარდაჭერა გამოვხატოთ რეჟიმის პოლიტიკური წვეების მიმართ. ეს ხალხი არის პოლიტპატიმრები, სასწრაფოდ ვითხოვთ მათ გათავისუფლებას. ჟიან იმისათვის, რომ უყვართ ქვეყანა, რომ არიან ქვეყნის პატრიოტები, იბრძვიან ქვეყნის ეროვნული ინტერესის დასაცავად, მაშინ, როდესაც ის ხალხი, რომლებიც დაკავებულები უნდა იყვნენ, რომლებიც ჩადიოდნენ სისხლის სამართლის დანაშაულებში, მეტად რევის ხალხი, რომელთა სახელები იდენტიფიცირებულები არიან, დაკავებული არ ყავთ. ამიტომაც მოეგნონ გონს, ისინი არ არიან ლეგიტიმური ხელისუფლება, ისინი არიან პირთა ჯგუფი, რომლებიც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ეს ხალხი გაათავისუფლოს და ჩაინიშნოს ხელახალი ადამიანების ციხეში ყოფნას. რუსული რეჟიმის მიერ მათ ტყვეობა. ძალიან დიდი მადლობა. ახლა ლაშა ფარულავას კომენტარსაც მოგესმენინებთ. გამარჯობა, რომ გადმოვიდეთ წინ და ცოტა მოშორებით ვიყოთ, იმიტომ რომ ცოტა რთულად ისმის მაიკიდან გამომდინარე, რომ ახლა გვესმის მიმართვები. პირველ რიგში აუცილებლად უნდა გკითხოთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით და რეჟიმი დგას იმის იმედზე, რომ ახალი წელი გაანეიტრალებს ადამიანების ბრაზს, ადამიანების ცხენას და ამ ადამიანების გარისხებას, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში გამოდიან დედაქალაქის მთავარ გამზირზე. როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ბრძოლის მეთოდები იმისთვის, რომ მოქალაქეებში ქართულმა ოცნებამ ნიჰილიზმი არ დაგესწროს? პირველ რიგში თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა მხარი დაუჭიროთ ადამიანებს, ვინც უსამართლო პატიმრობაში იმყოფება პატიმრობაში იმის გამო, რომ უყვარს საკუთარი სამშობლო, საკუთარი სახელმწიფო, უნდა საუკეთესო საკუთარი ქვეყნისთვის. აი ამ ადამიანების გვერდში ვდგავარ და ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი სოლიდარობა არის მნიშვნელოვანი. ქართული ოცნება არის პოლიტიკური სოდომი. დაიძრა საერთაშორისო სანქციები. ჩვენ ხედავთ, რომ სანქციები აღარ არის სუსხავი ეფექტის, ვინაიდან ფინანსურ სანქციებზეა საუბარი, რომელიც დამანგრეველი ძალის არის და ამ ნანგრევში მოყვება მთლიანად ქართული ოცნება. ახლა არის ჭეშმარიტების მომენტი. თუ ვინმე დარჩა ქართულ ოცნებაში მეტნაკლებად კეთილსინძისიერი, ეხლა უნდა დატოვოს. თუ არ დატოვებენ, მარილის მოდად გადაიქცევიან. ამიტომ მეგობრებო, დატოვეთ პოლიტიკური სოდომი. შემოვერთით ქართულ ხალხს, ჩვენ ვიბრძვით არა რაღაცა პოლიტიკური და პარტიული ინტერესებისთვის, არამედ ვიბრძვით საუკეთესო ინტერესებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ეს არის უფრო ფართო პროტესტი, ეს არის საზოგადოების ჩართულობით დაწყებული მოძრაობა, რომელსაც ნამდვილად ქვია ეროვნული მოძრაობა. პირველ რიგში ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს პატიმრებს და მეორე, ჩვენ ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ეს ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ სამართლიან გარემოში. მე დარწმუნებული ვარ, როდესაც დაინიშნება ახალი არჩევნები, ჩვენი მეგობრები, ჩვენი თანამებრძოლები იქნებიან ჩვენთან ერთად და ივანიშვილის სურვილები, რომ პროტესტი შეწყდება, არის უტოპია, გამორიცხულია, ჩვენ არ გავჩერდებით. ახალ წელსაც შევხვდებით რუსთაველის გამზირზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შობა ახალ წელს ჩვენ ვერ მიუსწრებით მაგიდებს, როდესაც ჩვენი მეგობრები არიან პატიმრობაში. ამიტომ ქრისტიანული ვალდებულებაცაა, რომ არ მივატოვოთ პატიმრები, ვიბრძოლოთ ბოლომდე და გავიმართოთ იმისთვის, რომ საუკეთესო მომავალი გქონდეს ჩვენ შვილებს. ბატონო, ძალიან დიდი მადლობა უსმედით ლაშა ფარლავას. ახლა ალეკო ელისაშვილის პოზიციას მოგესმენიებთ, რომელიც თავადაც იყო რეჟიმის ტყვე ამ რამდენიმე დღის განმავლობაში. გამარჯობა ბატონო ალეკო. პირველ რიგში მე მინდა გითხოთ იმ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, რა პროცესში, როგორ ხდებოდა პატიმრების დაკავება
თქვა, უბრალოდ ამშვიდობიანი დემონსტრანტების, როგორ ფიქრობთ, რას ემსახურება ქართული ოცნების ეს ძალადობრივი რეჟიმი, რადგან ის უკვე დიდი ხანია დაშორდა დემოკრატიულ სტანდარტებს. სინამდვილეში არიან შეშინებულები და იმით გაოგნებულები, რომ ჩვენ არ გვეშინია. მე რამდენიმე საათიანი დისკუსია მქონდა პოლიციელებთან. ვერაფრით ვერ ხვდებიან რატო არ გვეშინია. ერთ-ერთი არგუმენტი ქონდათ, როგორ ჩანს, რომ ძალიან ბევრ ფულს გიხდიან, რომ უცხოეთიდან. რო სხვას უბრალოდ ვერ ხვდებიან, რომ გარბევ ქცემ გირწყავ და რატო არ გეშინია. ხო და სინამდვილეში თვითონ ეშინიათ. რო ასეთ რაღაცებს აკეთებ, მაშინ როდესაც უბრალოდ სხვა არ იცი რა გააკეთო. და აი ვიღაცა კრიმინალებს და აი ვიღაცებს რო აკუჩებ ამ პოლიციელებს რო ეუბნები, რომ მიდი რაც გინდა გაძარცვე, გინდა ცემე, გინდა რაც გინდა ქენი, ეს არის აგონია აბსოლუტური. სინამდვილეში არიან დაბნეულები, სინამდვილეში გძნობენ რომ კარგავენ ყველაფერს და ხელისუფლებას და მაგითო იქცევიან ასე. სხვა რესურსი არ დარჩათ და სხვა არანაირი ილეთი ხალხთან ურთიერთობის არ დარჩათ. ხო და შესაბამისად უნდა ვიბრძოლოთ, არავის არაფრის არ გვეშინია და თავარი რაც არის, მე კი დროებით თუ არ გამოსული, ოდი შემაბრუნებენ ღმერთმა უწყის, მაგრამ სანამ გარეთ ვარ, სანამ გარეთ შემიძლია ლაპარაკი, მანამდე დღეს რაზეც ვარ მოსულები, რომ პოლიტპატიმრები, პოლიტიკური ტყვეები უნდა გამოვიდნენ, როგორც ყველა, ვინც გაზაფხულის აქციებიდან მოყოლებული ზის და ვისაც აქვს სისხლის სამართლის ბრალი. ყველა უნდა გათავისუფლდეს, იმიტომ რომ ამ ხალხს არაფერი დაუშავებია. ეს ხალხი არის საქართველოს პატრიოტი ხალხი. საქართველოს სიყვარული თუ დანაშაულია და დანაშაულია აი ნაძირლებისთვის, აი ამ რეჟიმისთვის. ეგ გასაგებია, მაგრამ უნდა გამოვიდნენ პოლიტპატიმრების სახლებში, აუცილებლად გათავისუფლდნენ. ეს არის თავარი მოთხოვნა და მე სანამ გარეთ ვარ და სანამ რამე შემიძლია გუშინ უცხოელებს შევხვდი. პოლიტპატიმრებზე ველაპარაკე, დღეს აქავარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები გარეთ გამოვიდნენ. დიდი მადლობა უსმენთ ალე კოელისაშვილს. თქვენ ახლა გესმით სიტყვით გამოსვლები გრძელდება ამ აქციის, ისევე როგორც სხვა აქციებისა და მსვლელობების. თავარი მიზანი კი არის ის, რომ გათავისუფლდნენ რეჟიმის ყოობაში მყოფი ადამიანები და რასაკვირველია აგრეთვე დღის წესრიგში დგას ხელახალი არჩევნების ჩატარებაც, რასაკვირველია ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირობებში. მე შევახსენებ მაყურებელს, რომ აქ რჩებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ აქვთ ბანერი თავისუფლება რუსული რეჟიმის პატიმრებს და მათი სათქმელიც ამ პროცესში არის ზუსტად ის, რომ ეს ადამიანები ზუსტად რუსეთის დავალებით დააპატიმრა ქართულმა ოცნებამ და როგორც ჩვენ უსმენთ ალე კოელისაშვილს, არა მხოლოდ ამ პერიოდის განმავლობაში დაკავებული ადამიანების, არამედ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებაც არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ ყოველფრის, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ეს ყოველივე რაც დღეს ხდება დედაქალაქის მთავარ გამზირზე, რაც დღეს ხდება საქართველოში, არის ერთი სრული ჯაჭვის მცირედი ნაწილი და ფრაგმენტი. ამიტომ ფიქრობენ, რომ ამ რეჟიმის დამარცხება უნდა დაიწყოს ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებით, რომელიც დღეს უკანონოდ რჩება ციხეში. მადლობა ხატია სამხარაძე, გვერდთობოდა გლდანის იზოლატორის მიმდებარე ტერიტორიიდან.